მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს ჩვენ ვიმოგზაურებთ ალგეთის წყალსაცავზე. თავისთავად ვითევზავებთ და კიდევ ბევრი საინტერესო ამბები გვექნება. ხა ჩავუშვდეთ მანქანაში, ჩავალაგოთ დარჩენილი ნივთები და დავგაზოთ. აი ეს. გზად მოგვიწევს რამდენიმე შეჩერება, პირველი რომ შეშა ვიყიდოთ აუცილებლად, შეშა დაგჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ტყესველი არის შეშა ამისთვის გჭირდება და მეორე რაღაც პროდუქტები ვიყიდოთ, იმიტომ რომ ჩვენს მეგობარ გიორგის უნდა გავუვაროთ, რომელსაც ხორცი აქვს უკვე დაბასთურმებული, იმიტომ რომ მწვადი უნდა შევწვათ თან, ასე რომ მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობ, საკმაოდ კარგი ამბები გველოდება. აუცილებლად დარჩით, ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, იმიტომ რომ ვითევზავებთ კიდევაც და საკმაოდ საინტერესო ამბებს გაიგებთ. აბადროებით. მეგობრებო, ჩამოვედით ალგეთის წყალსაცავზე მე და გიორგი. გამარჯობა. ვემზადებით დამატებს ცეცხლს, შეშა გვაქვს აგე. ესე ერთი მეშოკი, მოდი წავიღოთ. ესე იგი, ეს იქნება ჩვენი ცეცხლის ადგილი, აი ეგ დავამატებთ ცეცხლს. მანქანა ესე ყავს მოყანებული. ნუ რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის სამწუხარო ფაქტი ხდება, ბევრი ნაგავიყრია, რომელსაც დავწვავთ. აუცილებლად გავასუფთავებთ მაქსიმალურად, ესეთი კომფორტული ადგილი მოვაწყეთ. ეხლა ცეცხლს დავანთებთ. შემდეგ შევწვავთ მწვადს, გემრიელად მივირთმევთ, პატარას ჩაუფენთ კიდევაც აუცილებლად რომ გავხურდეთ და საღამოს თევზაობა გვექნება. რა თქმა უნდა, სპინინგით, ხელოვნური სატყურების გამოყენებით ახალი მოდელები მაქვს, ეგრეთ წოდებული Java, რომელიც ზამთრის ვერსიებია და ნახოთ ასეთი სიცივის პერიოდში ფაქტიურად, არ ვიცი, 0 გრადუსია, ნუ მაქსიმუმ 2 გრადუსი ავიღოთ. ნუ არ ყინავს, მაგრამ ძალიან ცივა. შესაბამისად, თევზი პასიურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ესეთი დელიკატური მონტაჟები, რომელზეც დღეს ვითევზავებთ. ამიტომ აუცილებლად დარჩით, ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, არხი გამოიწერეთ, ზარისღლაკი გააქტიურეთ, დღევანდელი ვიდეოც აუცილებლად დაალაიქეთ და შევბეროთ ერთად. ფარსუნკა ეგრეთ წოდებული, გაზი თავისი და აი დავანთებთ ცეცხლს. ბატონმა გიორგიმ შესანიშნავად შეაწევილა. ბატონი გიორგი, აგერ შამპუნზე წაცმას აკეთებს ხორცისა. და საკმაოდ კარგი ხორცია, კარგად გამოიყურება. აი როგორიც უნდა იყოს, მწვადი, მე როგორიც მოყავს ხორცში ეგეთი. ჭრელი. შენ გიო? ჭრელი აბა. ჭრელი აბა რა. ცეცხლი დავანთეთ. ცოტა გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ვიწვალეთ. შეშა ოდნავსველი იყო, კი არა, აი სველიც იყო პრინციპში და ხმელები მოვიძიეთ, რაც იყო ესე ტყეში დაგდებული. შეიწვა მწვადი, ძალიან გემრიელად გამოიყურება. ავარჩიოთ ერთი ნაჭერი. აბა. აი მაგალითად ეს ნაჭერი, აი ნახეთ. ესე გამოიყურება. ბრავო გიო. რარბილია. თანთოლა. აი მაგაია ნახე. აუ კანფეტია. გენაცა. მაგარია. მეგობრებო. ერთად შევსვათ. ერთი სადღე გრძევა.
ჩვენს საქართველოს, ჩვენს ბუნებას გაუმარჯოს. ჩვენს მიწას გაუმარჯოს. აუცილებლად უნდა მოუფრთხილდეთ. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყველა დეტალს ყურადღება. დავიწყებ იქიდან რომ ყველგან სადაც მივდივართ ხოლმე ძისად სადაც ადამიანს ფეხი მიუწვდება თითქმის ყველგან ნაგავიყრია რაც ძალიან სამწუხაროა. ჭიქაში როდესაც ვადღეგრძელებთ ხოლმე საქართველოს და სიტყვით გამოვდივართ და გვიყვარს ეს რა თქმა უნდა კარგი ტრადიციული სადღეგრძელოები აუცილებელია ეს ყველაფერი გადავიტანოთ საქმეში. სუფრიდან საქმეში, საქმიდან სუფრაზე. და აი ესე უნდა ვიცხოვროთ. ძალიან სამწუხაროა როდესაც მოვდივართ ბუნებაში, ლამაზ ბუნებაში და ძალიან ბევრი ნაგავი ყრია. მანქანით მოდიხარ, ნებაიბოძე აიღე შენი დაყრელი ნაგავი და წაიღე უკან ჩააგდე ნაგვის უნაში. აი ისეთ ადამიანებს გაუმარჯოს ყველას, ვინც ამას კეთილსინდისერად აკეთებს და არანაგვიანებს, არაყენებს არანაირ ზიანს ბუნებას. გაუმარჯოს ჩვენს ბუნებას და ჩვენს ქართულობას. მეგობრებო, მოვადექით ათევზაო წერტილს, ესეთი ყურე გვაქვს პატარა. აი სხვათა შორის აი ქრავით თეთრ ხედავთ ალბათ ბოლოში. ნაძვამდე ადის ხოლმე რეალურად წყალი, აი ნახეთ. ტყის ბოლომდე ადის რა, აი ხეები სადაც არის, აი იქამდე ადის ზუსტად. იმ დონეზე დაბალი წყალია, არ ვიცი, ესეთი ალგეთის წყალსაცავი მე ნამდვილად არ მინახავს. ძალიან დაწეულია წყალი და როგორც ჩანს კიდევ უფრო იწევს დაბლა და ნუ საერთოდ ამ დროს თევზი პასიურია ხოლმე, მაგრამ ნუ ჩვენ მაინც ვეცადოთ რომ დავიჭიროთ, ნუ მაგისტვის ვართ მოსული. მონტაჟსაც შეეხება და ზოგადად აღჭურვილობას. ესე იგი, ჩვენ გვექნება გამოყენებული დღეს აზურას ბრენდის საფინა 3 გრამამდე ტესტით, 0.2-დან 3 გრამამდე არის. მაქსიმალურად წვრილი წნული გვაქვს გამოყენებული. ეს არის 0.1 დიეზი, ძალიან წვრილი არის მოკლედ. 1.7 კილოგრამი აქვს მაქსიმალური დატვირთვა და არ ვიცი, ხედავთ რომ დელიკატური სატყუარების გასტარებლად ძალიან კარგი ვარიანტია. ესეთი წვრილი მონტაჟი ზოგადად სტუნი და ასე შემდეგ. თან გრძნობიარე ჯოხი. კოჭა 2000-იანი რეგალი ახალი ვერსია, ესეთი და რაც შეეხება მონტაჟს. 0.16 მმ გვაქვს ჩვენ გამოყენებული ფლუოროკარბონის სადავე, ნუ სადღაც 50 სმ-ის სიგრძის და გვაქვს ესეთი მონტაჟი. ეგრეთ წოდებული ჯიგრიგი, ანუ კარაბინზე წამოცმული ესეთი წვეთისებური სიმძიმე, ამ შემთხვევაში 1.3 გრამი არის წონა, პატარა 10 ნომერი ოფსეტური ნემსკავი და Magic Stick იგივე Java. ნუ Trixbait-ის ბრენდის სილიკონის სატყუარებს ვიყენებ დღეს. ესეთი ბოქსი მაქვს Trixbait-ის, რომლის ოფიციალური წარმოადგენელი რა თქმა უნდა Inert Fish არის, ჩემი ონლაინ მაღაზია და აი ესეთი სატყუარები გვაქვს წარმოდგენილი. ნუ გეცოდინებათ ეს ფორმა, აი ესეთი არომატული სილიკონი არის. გვაქვს ასე იგი სულ 10 ფერი. ნუ ამ 10 ფერიდან არ ვიცი იმედია დავუჭერთ. 1.2 ინჩი არის ამ სილიკონის ზომა და ნახოთ აბა. კარამელი დავაყენე პირველი. ნახოთ კარამელი თუ მოგხსნებს შედეგს. გავისროლოთ. საკმაოდ კარგი დისტანცია დავფარეთ. მინიმალურად მოვიქნიე. ახლა ველოდებით რომ ჩავიდეს ფსკერზე აუცილებლად უკვე მივიდა. ნუ ესე იგი სიღრმე არ გვაქვს. და ძალიან დელიკატურად გამოვატაროთ. ძალიან დელიკატურად. ნუ პაუზები შედარებით დიდი გვექნება ვიდრე არის ხოლმე აქტიურ სეზონზე, რადგანაც პასიური თევზი ხშირად არის, როდესაც სატყუარას მიყვება, უყურებს, მაგრამ არ იღებს. და ამ პაუზაზე უნდა ავაღებინოთ, ასე რომ ვთქვათ, რაღაცნაირად უნდა გავაღიზიანოთ, დავაინტერესოთ ჩვენი სატყუარით და ზუსტად მაგ მომენტში არის ხოლმე ჩარტყმა. ნახოთ აბა, ნახოთ რა გამოგვივა. არის დავსვით შვენიერი ქორჭილიუსი დავსვით ეთან ახლოსია რა კი ქვებთან დავიჭერე აბა ესეთი ქორჭილიუსი ზამთრის პასიური მართალია პატარა მაგრამ შედეგი არის აი ესეთი შვენიერი კი ბატონო 2 დღეში ახალი წელია დღეს არის მეგობრებო 27 დეკემბერი 2025 წელი ქორჭილა ალგეთის წყალსაცავზე აუშვოთ გავაგზავნოთ მეგობრებო გავატაროთ ისევ ნუ აი კლდიანი ადგილი ვიპოვეთ
საკმაოდ კლდიანი ადგილი, აი შეხედეთ, რამდენი ქვებია, ნუ კლდოვანი ადგილია და აი ამ კლდიან ადგილას ორი ცალი ქორჭილა დავიჭირეთ, ერთი მე, ერთი გიორგიმ. ნუ ცოტა ნიავია, რაც არასასიამოვნოა, რა თქმა უნდა, როგორც სიცივის ვარიანტში, ისე არის, ოპა, კიდევ ერთი ქორჭილა. აი, როგორც გითხარით, კლდოვანში ეგრევე ვიპოვეთ ქორჭილიუსი. კი ბატონო, აჰა, შვენიერი. აი ესეთი მეორე ქორჭილიუსი. ეს უკვე დიდი ზომაა შედარებით კარგი ზომაა. აი, ქორჭილიუსი. აჰა, შვენიერი. გაუშვოთ. რა კარგად აქვს, აღებული ფიჭი, ვერ ვიღებ ნერსკავს. აჰა, გიორგამ საკმაოდ კაი ზომა დაიჭირე, კაი ქორჭილა, რაღაც, შვენიერი. სტანდარტული ქორჭილა, თან გაბერილი აშკარად უკვე ქვირიჩია. შვენიერი, გავაგრძელოთ. მეც მინდა კიდე ერთი ქორჭილა. აბა, დაგვანახეთ ბატონ გიორგი. შვენიერი, შვენიერი. კარგია. გასკროლა. მაგარ ფურსას იშოვე. და თან იცი რა არის? არის ქორჭილიუსი. კიდე ერთი, hop, ამოძრაოთ. ოპა, ესეთი ქორჭილიუსი დავიჭირეთ. ჩვენ ბიზნესზე ვლაპარაკობდით რაღაც მაღაზიის გახსნას და ამ შემდეგ და მანამდე ქორჭილამ კარგი შეტევა განახორციელა. გაუშვოთ. არის გამოყვა და მაინც დავსვით ქორჭილიუსი. კარგად იბძვის. ბრავო. კი ბატონო. აჰა, კარგი ქორჭილიუსია. ნამდვილად კარგი ქორჭილიუსია. აი ესეთი. აშკარად ძალიან სცივა თვითონაც, იმიტომ რომ გაყინულია. გადაყინული არის თევზი მოკლედ. მაინც ჭამს, რა თქმა უნდა, შია და გავუშვოთ. გვერდული გამოტარება კარგი გამოდგა, რადგან უფრო მეტი ჩარტყმები მაქვს. შესაბამისად ვაგრძელებთ ასე. აი, კიდე ერთი, ოპა, კარგია. გაძრა. იყო ქორჭილა და გაიქცა. გვერდულ გამოტარებაზე მეტი აქტიურობა გვაქვს. შესაბამისად ვაგრძელებთ იგივენაირად. გადავაგდებთ სატყუარას, ველოდებით რომ ფსკერზე ჩავარდეს და შემდეგ გვერდული გამოტარებით ვატარებთ ჩვენს სატყუარას. ნუ ძალიან ბევრი მეუბნება პირად საუბარში ქორჭილა, ფაქტიურად აღარ მოდის, მაგრამ როგორც ხედავთ, სწორი მიდგომით და რაც თავარია, კარგი სატყუარით, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ მიუხედავად ნებისმიერი სიტუაციისა ქორჭილა მაინც დავიჭიროთ. ნუ ფაქტი სახეზია, ხედავთ რომ თევზი ურტყავს ჩემს სატყუარაზე. მივაგენით როგორ უნდა გავატაროთ, მივაგენით სიმძიმეს, რა სიმძიმე უნდა გვეყენოს, გატარების პრინციპს და რა თქმა უნდა სატყუარას. სატყუარა რომელიც არის შედარებით პატარა ზომი, ვიდრე სტანდარტულად ვიყენებთ ხოლმე. აი, კარგი ჩარტყმა იყო და უნდა გამომერტყა, მაგრამ არა უშავს. სტანდარტულად რასაც ვიყენებთ, მაგალითად ორინჩიანს, რომელსაც ზაფხულში ვიყენებთ ხოლმე, ძირითადად არის სტანდარტი, 2.5 ინჩიანს, კი ბატონო, მაგრამ ზამთარში აი 1.6-იანი, 1.2 ინჩიანი სატყუარები არის ყველაზე კარგი ვარიანტები, რადგან პატარა ზომაში და რადგანაც ზამთარში თევზი პასიურია და პატარა ლუკმებით იკვებება, ესეთი სატყუარები ყოველთვის ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ნუ თავისთავად უკეთესი იქნება თუ არომატული არის, რადგან არომატი მოქმედებს პასიურობის პერიოდში, შეიძლება თევზმა პირი მოკიდოს სატყუარას და თუ იგრძნობს რომ გემოც კარგი აქვს, მას აუცილებლად გადასანსლავს და თუ უბრალოდ რაღაც უხეში არის და არ არის კარგი სილიკონი, იმას დიდი ალბათობით თავს დაანებებს. ასე რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. არის კიდე ერთი ქორჭილიუსი. ოპა, კარგად. რა კარგი ზომა ჩანს რა არის? კარგი ხარ შენ. კი ბატონო. ოპა. ქორჭილიუსი. შვენიერი.
ეს ჩვენი მეხუთე ქორჭილა, რომელიც ამოვიყვანეთ და რეალიზებულია. ნუ რამდენი გაგვექცა, ეგ კიდე მეორე საკითხავია. წავიდა, გავუშვი. მეგობრებო, მოკლედ ძალიანაც ცივდა, ქარი ამოვარდა. ასე რომ შეუძლებელი ხდება თევზაობა, ხელები გაგვიყინა ძალიან ცივა მოკლედ და ჯერ კიდე არის პრინციპში სადღაც 1 საათი დაახლოებით სათევზაობთ, მაგრამ იმდენად ცივა რომ მართლა ფიზიკურად შეუძლებელია გაჩერება. თორემ თევზი ასე თუ ისე მაინც აქტიურობს რა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ სატყორებზე ურტყავს და როგორც კადრებში ნახეთ, დავიჭირეთ. არ ვიცი, ნახოთ აი თუ ყურეში იქით მოპირდაპირე სადაც ხა მივდივარ, არ იყო ძალიან ესეთი ქარი და სიცივე. ვფიქრობ ცოტა ხანი შეიძლება კიდე გავჩერდე, მაგრამ ნახოთ, დავფიქრდები. საერთო ჯამში კარგი თევზაობა გამოვიდა. ამ პერიოდისთვის ზამთარი პასიურია. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგია. დღევანდელი ვიდეო, ვისაც მოგეწონათ, აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხივისაც არ გაქვთ გამოწერილი, ზარიზღილა კი გააქტიუროთ და დაელოდოთ ახალ ვიდეოებს.